მე გიორგი ვარ და მცდელობები მაქვს, მაგრამ რომ აი შენ მინდოდი. ეხლა მე მაქვს მცდელობები, რომ რამენაირად ჩვენ საქმეს მოვარგო YouTube-ის ამბები, თან ჩვენ საქმესაც წაადგეს და პლუს ჩემი დანიშნულების ბოლო წერტილი ხო მინდა რომ YouTube იყოს, ასე რომ მაგისკენ რაღაცნაირად სვლა უნდა დავიწყოთ, რომელიც არ განვაგრძოთ, რომელიც შევწყვეტოთ. დღეს რაღაც თემები გვექნება, რაზეც ვისაუბრებთ. პლუს ბერზერკის დიდებული 3D პანელი უნდა ავაწყოთ. გიგანტური. აჰა. მე ხან მოვალ, ხან წავალ ხოლმე. ნუ გმაცლი. მასე რატოაცლი თუნა წაიღო. სიტყვი დასლი. მე ჯერ ბოლომდე არ ვიცი რა მინდა. მე მინდა რომ სასარგებლო კაცი ვიყო. ერთი ეგ არის. დამღამებული მაქვს რომ როცა ვინმესთვის რამე კარგი გამიკეთებია, ან თუნდაც საჩქარი მიჩუქია, ეგ გზნობა საკმაოდ ლამაზი არის. ამიტომ თუ ბევრ ხალხს ადგები რაღაცაში, წესით ბედნიერი უნდა იყო. ეხლა ჩვენი საქმის ამ ეტაპზე ვთვლი რომ ბევრ ვიღაცას ვადგებით. მაგრამ მინდა რომ უფრო მეტი შევძლო რა. ანუ ერთი თემა ბებია ზებრაზე გადაიყვანო და მეორე თემა ბებიას სახლი აუშენო, არა? რამე იქნა ეგეთი რა. მე ჯერ ბებია ზებრაზე გადამყავს ჩვენი საქმე. პლუს პრობლემა ის ამბავი თუ YouTube-ზე რა უნდა მეკეთებინა. ერთი ამბავია რომ საქმეში ხელი არ უნდა შემიშალოს, რასაც ვაკეთებ. მაგრამ მეორე თემა ვიღაცამ რო გიყუროს მაგ შემთხვევაში სასარგებლო უნდა იყოს შენი ვიდეო რა. ან სასიამოვნო. სასიამოვნო ძირითადად ის ვიდეოებია, რომელიც გასართობად არის შექმნილი. მახარა Hungry Man-ები. კიდე რომლები არიან? ოქტოპუსი მრავალნაირია, მრავალფეხიანი. გასართობიც არის ასეთიც, ისეთიც. კიდე გართობაზე ვინ გახსენდება, მაგრამ Hungry Man-ი თქვი უკვე? კი. ხო, ეს ცოტა ვიღაცა გამახსენდა მე გართობაზე. შევა ბევრი არის, მაგრამ მე ძირითადად ახლა გადართული ვარ უფრო პოდკასტებზე რაღაც ფილოსოფიურ ამბებმა ძალიან დამაინტერესა და პლუს YouTube-ზე პროსტა ყოფნა არ მინდა რა. ის მუღამი არ მაქვს რომ ფულის გამო ან ფული კაია, ბაზარი არა, მაგრამ თავარი მუღამი ფული არა. მინდა რაღაც სასარგებლო გავავრცელო ამ არხის მეშვეობით. ხო და დიდი იმედი მაქვს გამომივა. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მიმართულებით უნდა ვიარო. მაგრამ ის ურემი რო გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდება. ეგ რას ნიშნავს ნეტა? მაგას? ჰა? ანუ ალბათ პრობლემაა რომ შეგექმნება გამოსავალს მერე დაინახავო თუ რაღაც ეგეთი. ურემის გადაბრუნება ასოცირდება ცუდ რამესთან, რომ ცუდი რამე დაგემართება, ხო? მაგრამ მე პირდაპირ გავარჩიოთ. პირდაპირ ურემი გავარჩიოთ. სანამ რაიგულის ხმეს მან სადამ გადავოთ, ესე ურემი მიდის. გადაბრუნდა და გზა მერე გამოჩნდა. ეს კარგი რატო არის? ჯერ თავიდან დავიწყოთ რომ გადაბრუნდა, ხო ცუდია, ესე იგი ცუდი რაღაცა დაშეგემთხვა. ესე იგი არასწორი გზით მედიოდა, მაგიტო გადაბრუნდა. ხო? ყვილად ხო არ გადაბრუნდა. ხო, ცუდი გზით რა. ან ცხვის რო წაიმტრევ. მე რო ხვდები სწორი გზა რომელი? მართალი ყოფილა. არა, არ ვარ გადაწევან მე რა მაგალითიც მოვიყვანე შემსაზე რო გამოვწ. ვისაც თქვენ რას ფიქრობთ მაგანდაზაზე, ეგეთ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. ხო, მე რამდენად უნდა ვთქვა ეს, მე ძალიან გაბრაზებული ვარ სკოლაზე და აქაც უნდა ვთქვა რა. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც აუკრძალეს შეცდომების დაშვება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი მაშინ სწავლობს, როცა შეცდომებს უშვებს. მედი ახლა ბავშვს
თან და აუხსენი რომ მე ჯიგარო 10 წელი ვეწეოდი სიგარეტსა და ესე მომივიდა რაღაც ცოლთან კონფლიქტი დავავადდი და აი ხო ვერ აუხსნი ასეთი მაგალითებით ბავშვს ვერაფერს და იგივე თემა სხვა რაღაცეებზეც რა სანამ თვითონ ვერ გაიგებს რატო არ უნდა გააკეთოს სანამ ხვის არ წაიმტრევს მანამდე ვერ იგებს და თუ შეცდომების დაშვებას უკრძალავ შენ ორიანებით მე იჩნდება თაობა რომელსაც შეცდომების იმდენად ეშინიათ რომ შეცდომას აღარ უშვებენ და შესაბამისად ვეღარც ახალს სწავლობენ იდეაში მე დღემდე გამომყვა ეგ თემა რაღაც ეტაპზე ალბათ დაძლევადი თემა არის უბრალოდ ბავშვობაში დაშვებული შეცდომები უფრო მსუბუქი არის და მაგიტომ უნდა მისცე ბავშვს რომ უფლება და საშუალება რომ შეცდომები დაუშვას ანუ ისეც ვერაფერს გააკეთებს რომ გამოსწორება გართულდეს აი ამას აქში დაშვებული შეცდომები არის უკვე ძიმე და რაც უფრო გაიზრდები უფრო დამძიმდება შენ თუ იცი სახელი რომელშიც მარტო ერთი ხმოვანია არა მარტო ერთი თანხმოვანია ხე და ბევრი ხმოვანი სახელი თქო სახელი ხო ინგლისური იყოს მოდი აბა ქართული მარტივია როგორ ანუ სახელი რომელშიც არის მხოლოდ ერთი თანხმოვანი და დანარჩენი სუხმოვნები მითხრა კომენტარებში დაწერე მაგრამ კომენტარებში დაწერეთ აბა ინგლისური სახელი რომელშიც არა მითხარი რა კომენტარებში დაწერო ხო თქვი გეხუმრა მითხარი ლუი ლ და ო უ ი ე გრეიწერება ლუი და შენ ნახეთ ხო როგორ ეცამ ქართული არ ნაყოფილიყო არა ინგლისური თქო ხო თქვი უცხოური მაგრამ ქართულიცო თუ რაღაც ეგრე ქართულიც არის მარტივია მაგალითად ლია 4 არა მაგას 4 არა წეღან 4 არ მithვავს ეგ მერე დავამატე ენეს ხა მე გადადი შემდეგ თემაზე ახლა რატო არის YouTube-ზე შესვლა რთული თუ რაღაც ეგეთი შენს გაინტერესებს ალბათ თქვენი აზრით YouTube-ის დაწყება რამდენად რთული ამბავი არის არის თუ არა მართლა ისე როგორც აღწერენ ხოლმე მაგალითად ჰიტა ხშირად იძახის რომ რაღაც ერთი ტელეფონი გჭირდება შო ეგ არის ნუ კომპიუტერით ან იდეაში ტელეფონშიო შეგიძლია რომ დაედითო მასე შეგიძლია დაიწყო YouTuber-ობა იმ შემთხვევაში თუ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ ან კიდე ძალიან საინტერესო რაღაცას აკეთებ რა ისეც რასაც შენ უყურების გარეშე ვერ მიიღებენ ან თუ გასართობი თემა გაქვს ან კონტენტი გაქვს იმ დონეზე სასაცილო უნდა იყოს რომ აი მაგ ხარისხს ივიწყებდეს ადამიანი და ეხა კიდე იდეაში ყველას მიკროფონები აქვს კარგი პლუს კაი კამერები და ეგ რაღაც ის არის თითქმის შეუძლებელი ამბავი მგონია რა მასე გააკეთე მე ჯერ მიკროფონი დავითრიე ტელეფონი მქონდა და მე კომპიუტერი ავაწყერო რენდერებში გამომადგეს მეთქი ჩემი აზრით შეიძლება დავაფიქსირო ჩემი აზრით მიკროფონი აუცილებელი არ არის იმ შემთხვევაში თუ შიგნით იღებ იმიტომ რომ CapCut მაგალითად ნუ ყველაზე მარტივი ედიტის ეს რა ვიღოთ რა პროგრამა რაც შეიძლება რომ ადამიანმა შენთანაც გამოიყენო და ისე დაიედითო შენი YouTube-ისთვის ვიდეოები. ანუ მიკროფონი მაგ შემთხვევაში საჭირო არის, იმიტომ რომ ხმას დაარეგულირებ რა, მე ამ CapCut-ით და თუ გარე სივრცეში აპირებ ვიდეოს გადაღებას და მსგავსი კონტენტინგი და რაც გარეთ კეთდება, მაგ შემთხვევაში საჭიროა და აუცილებელიც, იმიტომ რომ ბუნების ხმა, ასე თუ ისე თუ ქალაქში ხარ, მით უმეტეს მანქანების და ხალხის ხმა ძალიან ხმაურს ქმნის და მაგ შემთხვევაში უკვე ძალიან ცუდი ხარისხით იქნება, ცუდი მოსაცმელი და შესაბამისად ცუდი საყურებელიც არის, ასე რომ თუ სახში აკეთებ, ძალიან აუცილებელიც არ არის მიკროფონის გარეშეც შეგეძლია. გეთანხმებ. წავედი. მოვალ მე ისევ. საბოლოოდ არც ისე რთულია. მაგრამ არც ისე მარტივი, როგორც შეიძლება დახატონ ხოლმე უცებ. ხო, პლუს გჭირდება ისწავლო, როგორ გააკეთო ედიტი. მაგრამ მე მგონი
შენ ახლა ისეთ პერიოდში ვარ, როცა ეგეთი რაღაცეების სწავლა არანაირად არ უნდა იყოს პრობლემა რა. შენ თუ რაღაცის სწავლა გინდა მსგავსის და ვერ სწავლობ, ესე იგი შენი ბრალი არ თავიდან ბოლომდე. მაგრამ სანამ ვიდეოს ჩაწერას დავიწყებდი, რაღაც კითხვები კი არა და რაღაც თემები ჩამოვწერე, რაზეც საუბარი მინდოდა რა. და ერთ-ერთი თემა მაქვს ესეთი, რატო ვეღარ ადიან მაღლა ახალი იუთუბერები. აი მახარასთან რა სიმაღლეს. და მაგის ერთ მიზეზს მივაგენი ჩემი გამოცდილებიდან რა, პატარა გამოცდილებიდან. რომელიც რაღაც თავის დაუნებურად ესე დაალაგდა. ეხლა რასაც ჩალიჩო, მე მინდოდა რომ მსგავს ვიდეოები გქონოდა, ოღონდ თემა იყო შემდეგნაირი, რომ ვინმე იუთუბერს მე ვეძახდი. მოდიოდა რამე თვითონ რაც ევასებოდა ანიმაცია, ფილმი იქნებოდა თუ სერიალი მაგაზე. ავარჩევდით რაღაც ვიზუალს და მე დავეხმარებოდი, რომ თავისით შეექმნა პანელი. თან ისეთ ტიპებს ძალიან გაუსწორდებოდა თუ ისაც ხატვა არ ეხერხება და რაღაც მსგავსი რაღაცებზე ფიქრობს, რომ არ გამოსდის. ხო და ეხლა ოპენიარზე ვიყავით რამდენიმე დღის წინ. ხო და იქ შეხვდა ჰიტა. ანუ რაბანას ქონდა შეკვეთილი შოთა რუსთაველის პანელი, ხო და გავუყოლეთ მან ჰიტასთვის უნდა ეჩუქებინა რა მაგას დაბადების დღის ამბავში. ხო და ეს პანელი ვაჩუქეთ ჰიტას, ვაჩუქეთ რა აჩუქებ. ხო და მე ვიცი რომ ჰიტას უნდა და სხვა მწერლებიც რა მსგავს სტილში და რამდენიმე დღის მერე მოიწერა ჰიტამ რომ კიდე უნდა და ბარათაშვილი უნდა და ვაჟა-ფშაველა უნდა და ხო და კაკრად მაშინ შევთავაზე მე რომ მეთქი ესეთი გეგმა მაქვს რომ YouTube-ზე ესეთი ვიდეოები მოვხოდო და მეთქი ხო არ დავიგეგმოთ რა. ნუ ცოტათი ვიცნობ ჰიტას რა, რამდენჯერმე შეხვედრი ლა მაფიაზე შეხვდა შენ. ხო და დავიგეგმოთ მეთქი რომ ესეთი ვიდეო ჩავწეროთ. ჰიტამ დამცინა. ძალიან რა, ცოტათი გამიტყდა თავიდან რა. მაგრამ მე რაღაცაზე დავფიქრდი მე. და ეგ არის მიზეზი მე მგონი რატოც ახალი იუთუბერები ვერ იხოლებიან. დღეს ძალიან ტრენდში შემოვიდა ეს კოლაბორაციის ამბები. ანუ ვიღაცა კაი ვინ გავიხსენოთ? ნინა გვარი ხო? გააკეთა მოპროფილო გადაცემა და პატიჟებს ცნობილ ტიპებს და მათ ესაუბრება რაღაცებზე. იმაზე არ მაქვს საუბარი, რომ სტუდია თუ კარგია რა. მაგრამ იუთუბერი თუ ხარ, კარგად უნდა გცნობდნენ შენ. ანუ ბევრი კუთხით. და როცა აქცენტი არის სტუმარზე, მაგ შემთხვევაში შენ ვეღარ გცნობენ რა, კარგად. და თუ იუთუბერი ხარ, რომელსაც გამომწერები კარგად ვერ ცნობს, ვერ იქაჩები. სხვათა შორის მეც მაგაზე დავფიქრდი და თან აკება იყო ეგრე რა, სანამ 100.000 გამომწერზე არ ავიდა, სტუმრად არსად არ დადიოდა. ეგ მე მგონი სხვა რამე არის. ხო და უყურე, აი მაგალითად ერთადერთი იუთუბერი, რომელზეც ყველაზე ცოტა რაღაცა ვიცი, ვუყურებდი და ვიცი არის რატი რა. ანუ მარტო ვიცი, აი მახარა ვიცი უფრო რა ტიპია. კიდე ვინ? კალატოზები უფრო ვიცი. ჰანგრიმენებიც დაჟე უფრო ვიცი. აი რატიზი არ ვარ რა. იმიტომ რომ მაგის კონტენტი არის აგებული სტუმრებზე. ხო და ეხლა რო ვფიქრობ, ჰიტამ ცუდი არ ქნა რომ დამსინა. ანუ სტუმრებმა კი არ უნდა შექმნა კონტენტი, შენ უნდა იყო ტიპი, ვინც კონტენტს ქმნის და ვინც იქნება საინტერესო. მასე თუ ვერ ქაჩავ მარტო სტუმრების ხარჯზე, ალბათ ვერაფერს ვერ გაკაჩავ რა. და ეხანდელი იუთუბერები ვინც იჩთებიან ხოლმე, ძირითადად სტუმრებზე აკეთებენ აქცენტს და მოჰყავთ ის სტუმრები, რომლებიც 10 წლის მანძილზე პოპულარულები არიან. ხალხი მაგათ არხზე გადადი იმის გამო, რომ ეს თავის საყვარელი იუთუბერები ნახონ და თავის თავს მე მგონი ვერ აყვარებენ. ანუ არ მახსოვს მე ანუ ხო იჩთებიან ვიღაც იუთუბერები, მაგრამ არ მახსოვს ბოლოს ვინ გაიჩთა ისეთი ვინც დამევასა, ვინც გამოვიწერე და ვიდეოებს ველოდებოდი. აი რაღაც იმეებში მივიდა. აი ბახუტა კაი გადაცემა გააკეთა, მაგრამ
აი როგორც იუთუბერი მომკალი და ვერ აღვიქვავდი რა. რაღაც თამაშების ამბავში გაიჩითა ერთი ხა? ხო, მასტერმაინდი. მანდაც ანუ ერთს უყურე და დაჟე სახელები ვერ გავიგე. ან შეიძლება გავიგე, მაგრამ არ დამახსოვრდა იმათი სახელები, ვისი არხიც იყო. ანუ მანდაც ხო ეგ თემა არის, რომ სტუმარი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ნუ იდეაში სტუმარი მოყავს, ის უფრო მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ მე მგონია ჯერ კარგად უნდა გააცნო გამომწერებს თავი და მე სტუმრებზე და რაღაც ეგეთ ვიდეოებზე უნდა იფიქრო. ნახოთ, რამდენად გაამართლებს ჩემი მიდგომა. ჯერ სატესტო რეჟიმში არის. და სტუმარი თუ მეყოლება საწყის ეტაპზე ალბათ ცნობილი ტიპი არ იქნება. ან შეიძლება რაღაც აზრი შევიცვალო და რამე სხვანაირად ქნა. მაგრამ ესეთი ფრაზა მომაფიქრდა მაგაზე რო ფიქრობდი, რომ ძველი იუთუბერები ახლებს ჭამენ მეთქი, ოღონდ ეს თვითონ ახლები ეუნებიან ამას. მოდი ესე ქენიო შემჭამეო. ანუ მოდი ჩემ არხზე შენ გამო მიყუროს ხალხმა, მე რო წახვალ, რავი, ამ მიყურებენ ან არა. ანუ შენ კი მომიყუტან ერთ ვიდეოზე ნახვებს, მაგრამ სხვა ვიდეოებზე სხვა უნდა მომიტანოს. ისა და რავი, სხვის იმედზე რჩები რა ბოლოს და ერთი რაც დავამუღამე აი ამ ჩემ საქმეში ის არის, რომ ჩვენ ხო ყველა დანადგარი არ გვაქვს რითიც ამას ვაკეთებთ, ხო და რაც უფრო სხვაზე ხარ დამოკიდებული, მით უფრო ბევრ რაღაცაში გიჭირს. ვიღაცას უნდა ელოლიაო. სხვა თუ პრობლემა აქვს შენ გამო თავს დიდად არ გაიგიჟებს. ამ დროს შენ საქმე გიფუჭდება, გიوارდება. ამიტომ რაღაცნაირად თლიანად შენ უნდა იყო პასუხისგებელი ყველაფერზე თუ ამას შეძლებ. მაგალითად მე ჯერ ვერ ვახერხებ, რომ აი მაგალითად ამ პანელებს სხვაგან ვაბეჭდი. მე შემილია ეხა რომ შემიკვეთონ ხვალისთვის მზად მქონდეს. იმ შემთხვევაში თუ პრინტერი მექნებოდა. მაგრამ ვინაიდან პრინტერი არა მაქვს, ძალიან რომ უნდადეს ხვალისთვის ვერანაირად ვერ მოვუსწრებ. დაჟე ზეგისთვისაც ვერ მოვუსწრებ. და ვეუბნები 10 დღეს. და ეგ სხვა რამეებზეც ვრცელდება თურმე. სხვა დარგებსა თუ სპეციალურებს. აი ჩავხედო ახლა ჩემ ნოუთებს. ჩემი ტოპ იუთუბერები. მაგრამ ობძან ჯერ შენ ჩამოთვალე, მაგას. შენი ტოპ იუთუბერი. შენი და შენი ტოპ ექსამი, შენი ჩამოთვალე ადამიანს. შენი ტოპ იუთუბერი მაცადე. ჩემი არ თქვა. შენი ტოპ იუთუბერი ვარ მე, გაიგე? სხვა პასუხი არ მიიღება, იმიტომ რომ მე ვარ ახალი იუთუბერი. ახალი იუთუბერი, თუ ხარ ჩემი ტოპ იუთუბერი ვერ იქნება. შეიძლება შენ ხარ ჩემი ტოპ ადამიანი. აი, ჩემი ტოპ იუთუბერები არიან. აი, ჩემი ტოპ იუთუბერები არიან კაკო, ჰიტა, კიდევ ვის უყურებ და ვინ მომწონს, ლაშაც ძალიან მომწონს. მე ლაშას კონტაქტის სხვათა შორის სტუმრებზეა დაფუძნებული, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ლაშა თავისით არის მოხოდილი, ხო? რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ლაშა კარგი. ლაშას არ დაუწყია მასე, აი მაგალითად ლაშას ის რო ავიღოთ. ანუ ლაშა თვითონ როგორც საინტერესო ტიპაჟი ესე შემოვიდა YouTube-ზე რა. ხო, სულ განსხვავებული რაღაცებს აკეთებდა რა, ანუ და სტუმრების გარდა არ უყურებ მაგის იმას, ანუ ლაშა ხალხ რა სიზავს, აი ეგ მუღამი მაგ. ხო. ხო რა, ეგეც არის, აი სტუმრებს თვითონ უკეთებს რაღაცებს, ხო ხდები, აი მებს რო აკეთებს რაღაცებს. ექსპერიმენტების ვიდეო რო აქ, ანუ მანდაც ლაშარას გააკეთებს, მაგიტო უყურებ რა. და თან ისიც რო აქ ჯახი, მანდაც რაღაცებს რო იძახის ხოლმე რა თავის სტილში, ნუ მოკლედ, ლაშა ტოპ. კიდევ ვინ არის ტოპ? всё? მხოლოდ ლაშა. რა მხოლოდ ვიწახან კაკო და ჰიტა. კაკო, ჰიტა, ლაშა. ხო, всё, სამი იყოს მაგრამ, რა ვიცი. სამი. ახლა ვინმე სიტყვის სხვას ის გამახსენდე. ისინიც. კალა დავაყაროთ. ოღონდ მაგათი დუეტი რა. ანუ აი მახარა სამბოლო დროს ალექსანდრე რომ მოყავს ხოლმე, აი ძალიან კაი ვიდეოები გამოდის. ისეთი კაია რომ არ ვიცი, აი რაღაცნაირად ალექსანდრეს თავისი ხიბლი შემოაქ რა, ძალიან ძალიან კაია.
ხო და მახარა და კალა ერთად ძალიან კარგები არიან, იმიტომ რომ ერთმანეთს ძალიან სასწაულად რაღაცებს ეუბნებიან ხოლმე და ძალიან მომწონს მაგის ყურება და მახარა და ალექსანდრე ერთად. აქ. ხო, ჩემები ეგ იყო, ხა შენ. შენ ციგებებს იტყვი ალბათ. პირველი. და კიდე ძალიან ანუ ტოპში ალბათ ითვლება ბევრი გამამწერი უნდა ყავდეს თუ რაღაც რა, მაგრამ აი ბასტომ რო გააკეთა ახალი არხი ცალკე ბასტო ფანტასტო, აი ძალიან მომწონს რა. რაშუაშია ტოპში? ხო და არა, უბრალოდ ბასტოს არხიც გამახსენდა და მინდა რომ დავაფასო აქვე, იმიტომ რომ ანუ ეგეც ის რა, ჰიტასავით და ხო აი ჩვენს გამომწეროს ბასტო არ იყოლებოდ გამოწერილი და ხო და ძალიან მომწონს რა, როზიის რაღაცებს ლაპარაკობს და ისე რა გამომწერებია, 7000 იყავს. 10 იყავს უკვე სხვა შორის ბოლო ვიდეოში, ავიდა 10000 გამომწერზე. მე როდის ავალე 10000 გამომწერზე. იო, ლიზბოლა. ისე ჩვენი გამომწერი შეიძლება იყოს ხეიძე, დაჩი, თემო, რომელსაც ბასტო ვაფშე არ ეყოლება გამოწერილი. მართალია, გადადით გამოვიწერეთ სასარხი. ხო. 3 subscriber-ი ჩვენი ვალი ექნება მაგრამ. ხო და მე როდის ავალ. კარგი. დადი აქედან. მე წლის ბოლომდე თუ 10000 გამომწერზე ავედი რა გავათამაშო. აი დავედი. რა გავათამაშო? ბინა. რა შეთამაშებ? ბინას გავათამაშებ. ხო, მე მევასება რეძერგა ძალიან. მანამდე არ ვიცი რამდენად ტოპებში არ გავიყვანდი, მაგრამ გაჩერდი. ტოპებში არ გავიყვანდი. მაგრამ არ ვიცი თუ ხართ ვინმე ხნიერი ჩემსავით. 25 წლის ხნიერი კაცი თუ ხართ ვინმე. გემახსოვრებათ ადრე YouTube-ზე რო იყო გიონცე, რომელსაც სერიოზული ჯახი ქონდა პროვოკატორთან. ეს პროვოკატორი დაამარცხა სიტყვის შეურაცხყოფებში, გარითმულ გინებებში და გაქრა პროვოკატორი. თუმცა შემდეგ გიონცეც გაქრა. და მერე პროვოკატორი გამოჩნდა. შეიძლება პროვოკატორი გიონცეს დაადგა, მაგრამ ვერაფერს ვერ უზავდა დიდი ალბათობით, იმიტომ რომ როგორც გაბაზრდა, გიონცეს სახე არ უჩანდა ხოლმე რა. ვინ იყო წარმოდგენა არ ქონდა ხალხს, მაგრამ მე გაბაზრდა რომ მაგარი ჯანიანი კაცი ყოფილა. თან გურული. კაცი გიონცე მევასებოდა ხოლმე ბავშვობაში. რეძერგა ალბათ რამდენიმე წელია ძალიან დამევასა რეძერგა, იმიტომ რომ არ ამგონია ბავშვობაში მაგისთვის მეყურებინა. ბიჭი ძალიან გულწრფელი კაცია რა. და საუბრები რო აქვს ხოლმე ყველა საუბარი ანუ რაღაცის მომცემია. და ვამუღამებ რომ მუღამი აქვს რომ ანუ ამას რო აზიარებს უნდა რომ ეს თავისი რაღაც გამოცდილება ჯერა რომ სხვებსაც გამოადგება და ამ მუღამით უდგება რა ამ იმას და ძალიან მომწონს მაგის ეგ საუბრები. თან იუთუბერულია. ხო და YouTube-ზე ყოფნის ერთი მუღამი ეგ მაქვს რა სტრიმები მინდა ძალიან. არ ვიცი რაზე იქნება ეგ სტრიმები, მაგრამ გულით კი მინდა. მოკლედ ბერზერკის ბოლოში გავედი რა მე. არ ვიცი რამდენი ხანია ვაწყობ. რამდენი ხანია, მაგრამ 15 წუთი ალბათ. 15 წუთია ვაწყობ? მე кайფები. 33 წუთია ვაწყობ. აი, ახლა ამას ჩარჩომ და დავუყარე. და პანელებზეც მოვიყვებით საიდან, როგორ და რანაირად დაიბადა ამის შექმნის იდეა. თავიდან მან გამონი იყო page-ი, სადაც მანგები იყიდებოდა. რას ვაკეთებდი ახლა მე? ინტერნეტიდან ონლაინ ვერსიებს ვიწერდი. მე ამისთვის ყდებს ვაკეთებდი. ეგეთი შოვებოდა, ოღონდ აი ცოტა საჩალიჩო იყო რა. მე მქონდა ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის, სადაც მიბეჭდავდნენ და წიგნებად კინძავდნენ. შემდეგ ვიყიდე. ეს მიჯდებოდა ხოლმე მე მგონი 15 ლარი. კიდე მე 35-ად. და მიტანად შედიოდა ძმო. სხვადასხვა საკმაოდ ვიშოვე მაგ პერიოდში. თან სტოლზე გავდიოდი ხოლმე და იქ ყოფილა ისეთი ვიკენდები, რომ მაგალითად 2000-ზე მეტი გვიშოვია 2 დღეში. და სხვადასხვა ძალიან კარგად მიდიოდა. თუმცა ერთ უბედურ დღეს მოვიდა კაცი. კაცი რა ბიჭი იყო.
რომელიც მეუნება რომ შენო ჩემო ძმაო ნათარგმნებიც ქონდა რა ქართულად და მასეთებსაც ყიდი და ინგლისურადაც იყო და მასეთებსაც ის გააქვსო ლიცენზიაო მეთქი რა ლიცენზია რანაირი ლიცენზია მე არ მაქვს არც ვიცი რა არის არ როგორ ავიღო მე ამის გაყიდვის უფლება არ გაქვს მეთქი რატო არ მაქვს ჩემო ძმაო იმიტომ რომ მე ყიდიო და მე მაქვს ლიცენზიაო შენ კიდე აქო ულიცენზიო ტყიდიო თან იაფადო და იდეაში მაგის საქმე ფუჭდებოდა ამით და მაგიტო დამადგა მაგის მერე თვითონ ამ სტრით მარკეტის ადმინისტრაციამ მითხრა რომ ჩვენო ვეღარ დაგიძახებთ მარკეტზეო და ნუ იასნია მივხვდი რომ ამ ტიპის ნაჩალიჩარი იყო რა ან წარმოიდგინე მაღაზია ქონდა ტიპს მე რაღაც სტენდებზე ჩალიჩოვდი მოვიდა და ესე მეკაჩავა რაღაცები იბაზრა მე წავიდა მიჩივლა ორგანიზატორთან და აღარ მიშვებდნენ მარკეტზე აი მაშინ მაგარი დამეხა წარმოგვიდგინე არ მქონდა როგორ უნდა გამეყიდა რა არამე ხო და ნუ პეიჯზე კი იყიდებოდა ცოტა მაგრამ ჩემი შემოსავლის თავარი წყარო მაშინ ექსტენდები იყო ხოლმე ახალი წელი მოდიოდა ახალ წელს ველოდებოდი რომ ძალიან ბევრი გამეყიდებოდა და რადგან ვერც სტენდზე ვერ გავედი და თან ძალიან ისე ვიყავი არ ვიცი რა ძალიან ჩახოდილი გავიჩითე და ისედაც ძალიან ცოტა მანგა მქონდა ახალი წლისთვის რაც მქონდა ის კი სულ გავყიდე მაგრამ ძალიან ცოტა იყო რა და ეგ ახალი წელი არაფრად ვარგოდა ჩემთვის როცა ახალი წელს ყველა საკმაოდ ბევრს შოულობს და მიზეზი ეგ ტიპი იყო პარსეკის ბიჭუნა და ვერ გამიგია რა უნდოდა რა ერთ თემა ის არის რომ კაი გავიგე 35 ლარად ყიდი მე მაგრამ ჩემი არის პატენტი შენი არის ორიგინალი თან მე საშუალებას ვაძლევ ხალხს რომ იაფად იყიდო და თუ არა აქვს მნიშვნელობა პატენტი იქნება თუ ორიგინალი მაინც და მაინც შენთან რატო უნდა მოვიდნენ ანუ აქეთ თუ აქვს შანსი რომ იაფად იყიდოს მეორე თემა არის რომ ალბათ გადარდებს ავტორების შემოსავალი და იმ ჩემი 35 ლარიდან 2 ლარი იმათ რო არ ერიცხებათ შეიძლება ცოდვები არიან აი ვარიანტიც არის მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი მიზეზი ის იყო რომ თვითონ რაიმეთი არ დაზარალებულიყო თუმცა ვერანაირად ვერ დაზარალდებოდა მაგას თავისი მომხმარებლები ყავდა მე ჩემი და ბევრია ისეთი ადამიანი ვისთვისაც უფრო მნიშვნელოვანი არის ორიგინალი იყოს ვიდრე პროსტა მანგა იყოს და ასე გამიფუჭა მაგ არც ისე კარგმა ადამიანმა საქმე თუმცა ზოგი ჭირი მარგებელიო ის ხო გაიგიათ აგერ მეორე ანდაზამარო რაღაცები თავისთავად ხდება ცხოვრებაში რაც შეიძლება უნებლიეთ გამოგატანოს ალბათ მაგას ნიშნავს და ზოგი ჭირი შეიძლება მარგებელი იყოს იმის გამო რომ მანგებს ვეღარ ვყიდდი სტენდზე გადავწყვიტე რომ რაღაც ახალი პროდუქტი მომიფიქრებინა რომლის გატანასაც შევძლებდი და ეს პროდუქტი საბოლოო ჯამში შედგა როგორც 3D პანელი და ყველაზე მაგარი ის იყო რომ მე მოვიფიქრე რა ინსპირაცია საიდანაც ავიღე მაგრამ ანუ არავინ არსად დედამიწის ზურგზე ეს რაღაცას არ ჩალიჩოვდა და დაუბრუნდი ისევ სტენდს დავიწყე გაყიდვა ეხლა მაღაზიაში ვართ ვცდილობთ რაღაცნაირად განვითარდეთ და პლუს ახალ პროდუქტებს ვამატებთ და ძალიან დიდი მუღამი მაქვს რომ 1000-ნაირი რაღაცა შევქნათ ჩვენთან საქართველოში ხო ცოტა რაღაცები შოვება პოლონეთში ვიყავით ამ წელს და ყოველ 2 მეტრში მაღაზია ანუ პონტი არა რაღაცა მოგინდეს და ვერ იშოვო ნუ საქართველოში გვიჭირს მო წეღან გავაკეთე ის რობოტა და რობოტულების 3D პანელი აი მაშინ ბავშვობაში რო გადიოდა რა აი მაგის რამე რო ეჩუქებინათ ხო მაგარი გამისწორდებოდა მაგრამ საქართველოში ხო არ იქნებოდა პონტი არ არის იმიტომ რომ ეხაც არ არის აი მაგალითად გეიმინგის სფეროში ვინც არის სფეროში რა გეიმინგი ვის ცევასება წავიდნენ რამე მერჩი იყიდონ ან სადაც ფილმ ჰაუსში შეიძლება რამე გააძრონ ან ვერ გააძრობენ და მეორე თემა არის რომ წავიდნენ ამაზონზე რაღაცა გამოწერო
ან თითქოს ჩვენი კულტურა რაღაცნაირად ჩავკვდა რა. ხელოვნების ამბავში. აი, ცეკვა ცოცხლობს. მაგრამ წარმოიდგინე რა მაგარია, რომ ეხა საქართველოში ჩვენს გეიმერებს შეუძლიათ რომ ისეთი მერჩი ჰქონდეთ თავიანთი საყვარელი თამაშის, რომელიც მაგალითად ამერიკაში შეიძლება ვერ იშოვან. მართალია. ჩვენი 3D პანელები. ჩვენ კი ვყიდით ეხა ეთსიზე და ამერიკელებსაც შეუძლიათ გამოწერა, მაგრამ სანამ ეთსიზე გავყიდით და დაბრუნდებოდა საქართველოში, მანამდე საქართველოში იყო მარტო ეს და საზღვარგარეთ არ იყო. და ძალიან cool-ია. სხვათა შორის აქ რაც ღირს, იქ ღირს იმდენიან ცოტა მეტი დოლარებში. მაგალითად ეს თუ 300 რა ღირს? 250 ღირს? ეს 250 თუ ღირს, იქ 250 დოლარია, 300. 250 არა, უფრო 300 დოლარი. ეს დიდია და წონა ბევრია. მეტიც შეიძლება. მაგრამ ბევრსაც იკავებენ. ბევრი გადასახადებია და თან რო იგზავნება, წონაშიც ბევრი უწევს, ასე რომ სხვათა შორის ეს ბერსერკის პანელი არის ერთ-ერთი პირველი. და თვლი რომ ამის დამსახურება პანელები ესე რო გაიქაჩა რა. ნუ შეიძლება ბოლომდე არ მივაწერო, მაგრამ ეს იყო ყველაზე პირველი, რომელიც უამრავ ადამიანს შეუყვარდა. აბა მარიამის ტელეფონში შეგახედებთ. ესე გამოიყურება. ახლა ამას დავკიდებ და ეგ არის რა. უნდა დაგემშვიდობოთ. ნახე ორი კამერა მაქვს. უთხარი რომ გამოიწერონ არხი. არ ვეტყვი რომ გამოიწერონ არხი. რატო? იმიტომ. სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. ჩემი ვიდეო. ჩემი იყო, შენ ცოტა ხანი გამოიჩინე. კარგად. კარგად. შედგა ჩვენი პირველი ვიდეო და შემდეგიც იქნება. იმიტომ რომ ბევრი პანელი მაქვს ხოლმე ასაწყობ. მე მოვიფიქრებ ხოლმე იმ თემებს, რომელზეც საუბარიც მსურს. თქვენ შემოაგდეთ ხოლმე თემები კომენტარებში, მაგასაც გავითვალისწინებ, არანაირი პრობლემა არ იქნება. შევეცდები რომ საინტერესო რაღაც ძელი მოამზადო სასაუბრად. ეგ არის, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით გენაცვალა.